გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ და დღევანდელი გადაცემა შეეხება გზებზე მოძრაობის გადაადგილების უსაფრთხოებას და კონკრეტულად რა თქმა უნდა მოტოციკლს, რაც ჩვენ უფრო გვაინტერესებს. დღევანდელი გადაცემა ორი ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნაწილი იქნება ცოტა მოსაწყენი, როცა მშრალ ციფრებს და სტატისტიკას მოგაყრით. და შემდეგ მეორე ნაწილი იქნება განხილვა თვითონ რა გავაკეთოთ ამ ციფრებიდან გამომდინარე, რომ გადაადგილება უფრო იყოს უსაფრთხო. მე ჩემი გამოცდილებიდან ვისაუბრებ ძირითადად და რა თქმა უნდა ციფრებზე დაყრდნობით, მაგრამ ეს ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მე რა გამოცდილებად და ცოდნა მაქვს, ფაქტობრივად იგივე რა თქმა უნდა არის ასახული სტატისტიკაში. მე დაახლოებით 15 წელი მოკლედ გადავადგილდები სულ მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩემი სამსახურიდან პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ასე თუ ისე მუშაობდი რაღაც სფეროში, მოტოებთან დაკავშირებით, გიდად მუშაობდი, გადამყავდა მოტოები კლიენტებთან, სახელოსნოდან კლიენტებთან დიდ მანძილებზე. და ასე შემდეგ ბევრ ქვეყანაში მივლია, ბევრ სხვადასხვა პირობაში და ერთადერთი რაშიც აბსოლუტურად გამოცდილი ვარ ეს ეგრეთ წოდებულ off-road-ში და სპორტში, მაგრამ რაც შეეხება გზებზე გადაადგილებას, რაღაცა ვიცი, მაგას გაგიზიარებთ რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გაგიზიარებთ ციფრებს და ოფიციალურ მონაცემებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ძალიან მწირეა ინფორმაცია, რაღაც ძალიან პატარა ციფრებია, ერთ ფურცელზე ყველაფერი ეტევა. ჩვენ არ გვაქვს ესეთი კონკრეტული სტატისტიკა, როგორც ჩვენ ნახავთ შემდეგ ამერიკის მაგალითში, მაგრამ მინდა მოგიყვეთ, რომ 2024 წლის სტატისტიკა არსებობს. ამ სტატისტიკის მიხედვით გზაზე დაიღუპა სულ 454 ადამიანი. იქიდან 152 ფეხით მოსიარული არის და 16 მოტოციკლისტი. რაც შეეხება თანაფარდობას ამ მოტოციკლების და ავტომობილში დაღუპული ადამიანებს შორის ფაქტურად ნორმა არის, თუ შევარამის ნორმა დაარქვას აქ სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ თუ შევადარებთ 5%-ია დაახლოებით ავტომობილი მოტოციკლების ძღოლებს შორის დაღუპულების რაოდენობა და მოტოციკლების ესე დაახლოებით 5% არის საერთო ტრანსპორტის გზებზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 16 მოტოციკლისტი დაიღუპა და 152 ფეხით მოსიარული ადამიანი, რაც ძალიან ისე მშრალად რო შევხედოთ, აღმოჩნდება, რომ მოდათ გადაადგილება უფრო უსაფრთხოა ვიდრე ფეხით, მაგრამ რა თქმა უნდა ეგრე არ არის, იმიტომ რომ რაოდენობა მოტოციკლების და ფეხით მოსიარულეების შევადაროთ პირიქით გამოგვივა ზუსტად. ეს რაც შეეხება ქართულ მონაცემებს, კიდე საერთოდ შეიძლება ვთქვათ, რომ 2015-დან 24 წლამდე შემთხვევების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა გზაზე. სამაგიეროდ დაღუპულების რაოდენობა მცირდება. 2015 წელს 600-ზე 19 იყო და 2024-ში 454. სავარაუდოდ ეს გაზდა შემთხვევების რაოდენობაში იმაში გამოიხატება, რომ ბევრი მანქანა უფრო დაზღვეულია და განცხადება უფრო მეტად ხდება ამ შემთხვევების, როცა ადრე ბევრი არ აცხადებდა, რომ არ დაეკარგა, რომ არ დაჯარიმულიყო უბრალოდ. მოტოების შემთხვევაში არის ეგეთი სტატისტიკა, რამდენი განცხადებული არის, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა მაგ სტატისტიკას არ აქვს, მოტოები დაზღვეული არ არის და ყველა ვიცით, რომ ალბათ 90% რაღაც შემთხვევების მოტოციკლის დროს არავინ რა თქმა უნდა საპატრულოში არ რეკავს, თქო რომ არ დაკარგოს ქულები და თანხა. რაც შეეხება სტატისტიკას, რომელიც მე დღეს მინდა გაგაცნო თვითონ უსაფრთხოებაზე, გადაადგილების ამერიკული დაწესებულება არის ორგანიზაცია NHTS, National Highway Traffic Safety Admin, რომელიც ადგენს აი ამ ფანტასტიკურ სტატისტიკას, ახლა როცა ციფრებს გააგაცნობთ, ეს არის ალბათ არ ვიცი ასობით ადამიანი ზის ანალიტიკოსი, გამოცდილი ადამიანი და აკროვებს ამ მონაცემებს და ძლევა ამ სტატისტიკას, რომელიც მერე გამოიხატება იმაში, რომ ვიცით როგორ და რა უნდა გავამჯობესოთ ჩვენ როგორც ძღოლებმა, ასე სახელმწიფომ, როცა მუშაობს გზებზე უსაფრთხოებაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება იწყება იმით, რომ ვიცით საერთოდ რა ხდება და რა საფრთხეები არის, ხო? თუ არ ვიცით რა საფრთხეებია, მაგალითად ქართული სტატისტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ძალიან საინტერესო მაგალითად პასუხი იქნებოდა, რამდენი ამ შემთხვევიდან 60,000 შემთხვევიდან არის გამოწვეული გზის გაუმართავობით, ხო, არასწორი ნიშნებით, მოუწესრიგებლობით, იმით რომ გზები დაზოლილი არ არის და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ ჩვენი სტატისტიკა არ გვაქვს. ამიტომ ქართული სტატისტიკა ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიდა აბსოლუტურად. გარდა იმისა, რომ იზრდება ან კრებულობს ან მატულობს მორჩა. რატო, სად, რა შემთხვევაში, რა სეზონში, რა ტრანსპორტზე, რა მდგომარეობაში მანქანა იყო, მანქანა რომელიც შემთხვევა მოვიდა, იყო დათვალიერება გავლილი არ ქონდა და ასე შემდეგ. არაფერი არ ვიცი. სამაგერ ვიცით ამერიკაში რა ხდება და ჩვენ შეგვიძლია ეს გადმოვიდეთ საქართველოზე დაახლოებით იგივე იქნება. დიდი განსხვავება არ არის, მაგალითად შეგვიძლია დიდი განსხვავება იყოს ამერიკასა და არაბული ქვეყნის რომელსაც ალკოჰოლი არ მიირთმევს არავინ და იქ რაღაც სისტემური განსხვავებები არის, მაგრამ ამერიკას და საქართველოს შორის მე მგონი სისტემური განსხვავებები არ არის და როცა მოგახსენეთ ციფრებს, ალბათ ყველა დამეთანხმებით. ესე იგი, ჩამოწერილია ძირითადი მიზეზები, რატო ხდება მოტოციკლისტების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში როცა ვიძახე შემთხვევა, შეჯახება და ასე შემდეგ, აწი მარტო მოტოციკლი იგულისხმება. და მივყვეთ ახლა ყველაფერს და ბოლოს უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ამა თუ იმ პრობლემებს. ესე იგი პირველი, რა თქმა უნდა, გამოწვეული მიზეზი ყველას მოგეხსენებათ და არ გაგიკვირდებათ არის ალკოჰოლი. ლეტალური შემთხვევების 30%-ში ადამიანს ზედმეტი რაოდენობა ალკოჰოლი ქონდა მიღებული, არ ნასვამი არა და თვრალი იყო, არ იყო ფხიზელი, ასე ვთქვათ. 45% შემთხვევაში ადამიანი ნასვამი იყო, მაგრამ არ იყო იმ დონეზე, რომ რაღაც პრობლემები ქონდა კანონთან. ამერიკაში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ტოლერანტობის და საერთოდ ყველა შტატი რომ გავაერთიანოთ ერთ მონაცემში, რომ ვიცოდეთ, ამერიკაში ითვლება, რომ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც მიირთმევს ერთ ჭიქაღვინოს 1 საათის განმავლობაში, ხო, ყოველ 1 საათს არ მიაღწევს არალეგალურ ნასვამობის დონეს. მე რომ მკითხოთ, ცოტა ნამეტანია. და მე რო არ მკითხოთ, სტატისტიკაც ზუსტად იმას გვეუბნება, 45% ლეტალური შემთხვევების არის, როცა ადამიანს მიღებული ქონდა ალკოჰოლი, მაგრამ ფხიზლად ითვლებოდა მაინც. საერთო ყველა შემთხვევების 30%-ში ადამიანს ალკოჰოლი ქონდა მიღებული. წინაზეც გითხარით 30-45% ეს არის ლეტალური შემთხვევები. საინტერესო არის აქ ასევე ასაკობრივი ჯგუფი, მე რატომღაც ვიფიქრები, რომ ამ დროს უფრო ახალგაზრდებზე არის საუბარი, მაგრამ ეგრე არ არის. პირველ ადგილზე ჯგუფი არის 40-დან 54 წლამდე, მეორე ადგილზე არის 55-დან 59 წლამდე, ეს ისევ და ისევ ალკოჰოლის მიღების შემდეგ მომხდარი შემთხვევები. მესამე ადგილზე 35-დან 39 წლამდე. ეს სამივე ჯგუფი ერთმანეთში რომ გავაერთიანოთ, გამოდის 35-დან 59 წლამდე, ეს არის ჯგუფი ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები ექნებათ და სერიოზული პრობლემები იმის გამო, რომ მოტოს ატარებენ ასო მდგომარეობაში. ერთის გასაგებიც არის ეს ადამიანის გამოცდილებაზე არის, ანუ რაც უფრო ასაკში ხარ, მით უფრო ნაკლებად აქცევ ბევრ რაღაცას ყურადღებას, უფრო გამოცდილი გონია, უფრო მოტივირებული ხარ, უკვე აღარ ხარ ასე ფხიზლად და კიდე ამ მენტალურ სიფხიზლეს ემატება ალკოჰოლის მირთმევა. რაც გვეუბნება კიდე ეს ციფრები იმაზე, რომ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩვენ შეიძლება ეს ციფრები რომ შევადაროთ თვითონ რა ასაკის ჯგუფს ემართება უფრო ხშირად შემთხვევები, აღმოჩნდება, რომ არ არის მნიშვნელობა. და ასაკის ხართ, სულ 30 წელი რო გქონდეთ მოტოციკლის გამოცდილება, ალკოჰოლის მიღება ისეთივე შედეგს გამოიწვევს, როგორც თუ 2 წელია, რაც მოტოს ატარებთ. ამიტომ მე მგონი ყველასათვის გასაგებია ალკოჰოლი და მოტო ერთმანეთთან შეუფარდებელია აბსოლუტურად. მეორე სიხშირით ყველაზე პრობლემური ფაქტორი, ესეც ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, არის სიჩქარის გადამეტება 31%-ში ლეტალურ შემთხვევების გზაზე მოტო მოძრაობდა გადამეტებული სიჩქარით. ასევე ამ სტატისტიკაში ძალიან კარგად არის მოყვანილი მონაცემები მის შესახებ, რომ სიჩქარის გადამეტება
არ გულისხმობს სიჩქარის ლიმიტის გადამეტებას მარტო მაგალითად გზის კონდიციაზე ამინდის შემთხვევაში ხო სიტყვაზე თუ 60 კმ/სთ არის დასაშვები გადაადგილება რაღაც სერიოზულ წვიმაში როცა გზა წყლით არის დაფარული 60 კმ/სთ გადაადგილება ითვლება მაინც სიჩქარის გადამეტებად იმიტომ რომ გზის კონდიცია არ გვაძლევს დასაშველებას მასე მოძრაობის ან მაგალითად საცობში ვართ და მანქანების ზოლს შორის მოძრაობთ, რაც ბევრ შტატში, ამერიკაში, სამხრეთ შტატებში ძირითადად ეს დასაშვები არის. გასაგებია, რომ სიჩქარის ლიმიტი არის 80 კმ/სთ, ჩვენ ტრასაზე ვართ, მაგრამ 80 კმ/სთ თუ გადავადგილდებით გაჩერებულ მანქანებს შორის, მან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როცა მანქანა გაჩერებული არის, ეს ხშირად მე მგონი დამწყებ ძღოლებს ეშლებათ, როცა ასწრებ მანქანას, რომელიც მოძრაობს და შენ გადადგილება 100 კმ/სთ და ის 60-ით შეჯახების შემთხვევაში 40 კმ/სთ იქნება შეჯახების სიჩქარე და როცა 100 კმ/სთ გადავადგილდებით ტრაფიკს, სადაც მანქანები დგას, ხო, შეჯახება იქნება 100 კმ/სთ სიჩქარებით, ამიტომ ჩვენ სიჩქარეს გასწრების ამ შემთხვევაში გამოვაკლოთ ის რაც სტაციონარულ მანქანის შემთხვევაში ხდება და არ გავასწროთ 100-ით და გავასწროთ 40-ით ან 30-ით. ეს ასევე გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ სტატისტიკაში არის ფანტასტიკური აბსოლუტურად ციფრი მოცემული. წარმოვიდგინე რამდენი რთული იყო ამის გამოთვლა, მაგრამ ეს გამოთვლილი არის ზუსტად. ეს არის საშუალო შეჯახების სიჩქარე, რომელმაც გამოიწვია ლეტალური შედეგი. და გაგიკვირდებათ რა სიჩქარეზე საუბარი, კიდევ ერთხელ ეს შეჯახების სიჩქარე, ეს არის სიჩქარე, რაც მოტო თავიდანვე გადაადგილდება, ანუ ის გადაადგილდება დამუხრება სცადა. შემა გადმოვარდა კიდევაც მოტან გაცურდა ბოლი და მერე დაეჯახა რაღაცას, ავტომობილს ან ბოთს ან ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სტაციონარულ ობიექტთან შეჯახების ლეტალური სიჩქარე აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში 48 კმ/სთ. არც 150, 148, 48 კმ/სთ არის შეჯახებისას საკმარისი, რომ ადამიანი და იღუპოს. ყოფილა შემთხვევაში ამას ნაკლები, მეტი, მაგრამ საშუალო 48 კმ/სთ და ეს უნდა გავითვალისწინოთ გადაადგილებისას, რომ არ გვიგონოს, რომ რაღაცა რომ სერიოზული დავზიანეთ მოტოზე რაღაცა ძალიან დიდი სიჩქარეებით უნდა გადავადგილდებოდეთ. მესამე მიზეზი უფრო საინტერესო არის და ახალი, ეს არის მძღოლის გამოუცდელობა. ამერიკაში 29% ლეტალური შემთხვევების ხდება იმ მძღოლებს შორის, ვინცაც მართვის მოწმობა არ აქვს. ანუ ძალიან დამწყები ადამიანები, რომელმაც ლავად მოტო იყიდა და ჯერ მართვის მოწმობა არც კი აქვს, ხო? ეს არის ჩემო კარგებო 30%. მესამედი ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა. ამ გამოუცდელობაში შეგვიძლია ასევე ასაკობრივი ჯგუფი ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, რისკის ჯგუფი არის 29 წლამდე. 30% არის შემთხვევების ლეტალურის და ისე დაუბრუნდით ნასვამობას და ანუ ჩვენ შემთხვევაში 29 წელი არის ყველაზე რისკის ასაკი 29 წლამდე, მაგრამ თუ რაღაცა რაოდენობით მაინც ოდნავ ალკოჰოლი გვაქვს, ხედავთ რომ ეს 29 წელი 40-დან 39 წლამდე იცვლება, ხო? ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ მძღოლებს მოსდით შეცდომა იმის, რომ მოტოზე ჯდებიან ნასვამები და გამოუცდელობის კატეგორიაში ხდება გამოცდილი მძღოლი ეგრევე თუ ოდნავ მაინც ალკოჰოლი აქვს მიღებული და თუ ბევრი ალკოჰოლი აქვს მიღებული და რა ჯგუფშიც ხდება ყველა ვიცით კარგად, ეგ არის გარდაცვლილების ჯგუფში. დაღლილობა ცალკე ფაქტორად არის გამოყვანილი, მაგაზე ბევრი მონაცემი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ მე მაინც დაღლილობას რაღაც გამოუცდელობის ჯგუფში გავაერთიანებდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დაღლილი ვარ და ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ არ შეგვიძლია მოდელსკატის მართვა ესეთ მდგომარეობაში, ესეც გამოუცდელობიდან მოდის. და ბოლოს ამერიკაში და ჩვენთან ალბათ არც ისე ბოლოს იქნება ეს ტექნიკური გაუმართავობა თვითონ მოტოსი და სავარაუდოდ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საბურავები
სამწუხაროდ მოტოციკლის შემთხვევაში საბურავის მნიშვნელობა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ავტომობილის შემთხვევაში, როცა 4 საბურავი არის და ავტომობილი 4 წერტილზე დგას სტაბილურად და წაქცევის ვარიანტი არ აქვს, ხო? ამიტომ საბურავების ცოდნა, კონტროლი და თანხის არ დაზოგვა აუცილებელი არის ამ შემთხვევაში. და ისიც გავითვალისწინოთ, ალბათ ყველა ვიცით რაც ხდება საქართველოში ამასთან დაკავშირებით, ალბათ 80% მოტოზე არ არის ადეკვატური საბურავი დაყენებული და 99% შემთხვევაში, როცა ადამიანს რაღაც პატარა შემთხვევა მოსდის, ვერც აცნობიერებს იმას, რომ ამ შემთხვევაში არიდება ძალიან ადვილად მოხდება და ნორმალური საბურავის ქონის შემთხვევაში, მაგალითად, წაგვიქცევათ მოტო ცუდ საფარზე გადახვალთ, სველზე, დაბლოკილი წინა ან უკანა ბორბალი და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ეს ჩვენ უკარგებო საბურავი, ასე მოსახვევში წაქცევა, იმიტომ რომ კარგი საბურავი ბევრ რაღაცას გაპატიებთ, კარგი საბურავი ბევრ შეცდომას გაპატიებთ და ისეთი მდგომარეობიდან, როცა წესდრავს და მომხდარიყო გამოხვალთ უნებელი, თუ კარგი საბურავი გაქვთ, იგივე კატეგორიაში ეკიპირება მინდა გავაერთიანო. კონკრეტულად ჩაფხუძზე ვისაუბროთ, ამერიკაში ამაზე ძალიან კარგი სტატისტიკაა და ასეთ რაღაცას გეტყვით. თუ ჩაფხუტი არ გახურავთ ან გახურავთ ჩაფხუტი, რომლის წარმომავლობაც არ იცით, რა ვადი, რა ხანდაზმულობა აქვს, რამდენჯერ იყო უკვე წაქცევაში დამყოფი, ვისი წარმოება რა სტანდარტებში შესაბამისად, უბრალოდ შევხვდეთ მაღაზიაში და იყიდეთ ჩაფხუტი რაღაც თქვენი ბიუჯეტის და მიხედვით, ხომ? ჩათვალე ჩაფხუტი არ გახურავთ და გადიხართ სტატისტიკაში უჩაფხუტო ადამიანების. საბედნიეროდ ეს იცვლება უკვე საქართველოში რაღაც კულტურა შემოდის, უკვე ხალხი საუბრობს იმაზე, რა ბრენდის ჩაფხუტი არის, რა დაცვები აქვს, რა სტანდარტები არის დაცვის, რა ბრენდები არის, ძალიან კარგია, ძალიან საჭირო არის. ციფროს რო შევხედეთ, ამას მიხვდებით, რაღაცა კარგი მაღაზიები არის უკვე ეკიპირების, რბოლა მაგალითად, აი ფანტასტიკური მაღაზია და რბოლას კამპანია აქვს ფაქტიურად ონლაინ გაჩაღებული უსაფრთხოებაზე, ალბათ ის რომ თვითონაც არ იციან, როცა მაგალითად რბოლის სარეკლამო რგოლებს სოციალ მედიაში თუ დააკვირდებით ჩაფხუტებთან, ხო, ყოველთვის საუბარი იწყება ბრენდით, ხო? ანუ რაღაცა ბრენდის ჩაფხუტია და აი ესეთ თანხაში შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც აბსოლუტურად სწორედ რომ მანამდე იყო სულ სხვა რაღაცა, პირიქით ამ თანხაზე იყო საუბარი, ჩვენთან ჩაფხუტი შეგიძლიათ 50 ლარად იყიდოთ, შვენიერი ლამაზი ნახეთ რა გამოიყურება, რაც ძალაუნებურად, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას და კარგი მაღაზიები, კარგი სარეკლამო პოლიტიკით, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას უწყობს ხელს, იმიტომ რომ ტრენდს ქმნის იმის, რომ კარგი ბრენდის ჩაფხუტი გეხუროს, იმიტომ რომ ბრენდი მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ მინიმუმალური უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული არის, როცა ჩვენ უსახელო რაღაცა გაურკვეველ ქვეყანაში წარმოებულ ჩაფხუტს ვყიდულობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ გუბკიანი ტაშტი გვახურავს თავზე, ვიცოდეთ ეგ. ესე იგი, უჩაფხუტოთ სიარული 52%-ით გაგვიზრდა, უჩაფხუტოთ და ცუდი ჩაფხუტით, ხო? არახარისხიანი ჩაფხუტით, როგორც გითხარით, ეგ და იგივე ჩავთვალოთ. სიარული 52%-ით გვიზრდის სიკვდილიანობის ალბათობას და 79%-ით დაზიანების. ასევე ვიცოდეთ, რომ ჩაფხუტის ფორმასაც რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, მილიონი 1000 ვიდეო არის ამ თემაზე ონლაინ. შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ, შეგიძლიათ მაღაზიაში მიხვიდეთ, დაელაპარაკოთ კონსულტანტს, რომელიც ნებისმიერ კონსულტანტს რაღაც მინიმალურ მონაცემს მოგაწვით. ასევე ამ შემთხვევაში მინდა გაჩვენოთ ესეთი საინტერესო ილუსტრაცია არის ჩაფხუტის, ეს არის ამერიკელების მიერ შემუშავებული სტატისტიკა, როდესაც ძალიან დიდი მადლობა მათ, სად მოდის ყველაზე ხშირად დარტყმა ჩაფხუტში. აი ეს სტატისტიკასაც ითვლიან ამერიკელები, რაც ძალიან მაგარია და სიცოცხლის გადამრჩენელი არის და ხოთ მიაქციოთ ყურადღება. ესე იგი, აქ მარცხენა და მარჯვენა მხარე არის ნაჩვენები და ციფრები პროცენტებში შესაბამისად. და ხედავთ, რომ ყბაზე მოდის ყველაზე ხშირად დარტყმა. ანუ ყველაზე დატვირთული ადგილი ჩაფხუტის არის ყბა.
და მე ეს სტატისტიკა რო ნახე, ჩემი ნახევარ ჩაფხუტი half face-ი, რომელიც მეგონა რომ საკმაოდ უსაფრთხო არის, სამუდამოდ ჩამოვკიდე ურსმანზე და გადავედი full face ჩაფხუტზე, მაგ შემთხვევაში როცა ქალაქში სკუტერით გადავადგილდები, იმიტომ რომ ეს სტატისტიკა დარტყმის მიხედვით ჩაფხუტზე არანაირად არ გულისხმობს სად გადაადგილდებით. ყველგან აბსოლუტურად ერთი და იგივე არის. ძირითადი დარტყმა არის ვიზორში და ყბაში, ამიტომ half face ჩაფხუტი არ არის ესეთი ფუნქციონალური, რამდენადაც კარგი ხარისხის არ უნდა იყოს. ასევე არსებობს სტატისტიკა ამ შემთხვევაში თუ რა პრობლემები ექნება მოგწოდეთ ძღოლს რა პრობლემას უქმნიან სხვა მძღოლები, ხო? და ეს შევა ცალკე თემად განვიხილოთ, მაგრამ ჩემ ამ თემაში მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ ერთად ამ პუნქტად ჩავთვლიდი უსაფრთხოების გადადგილების პრობლემებში ის მარცხნივ მოხვევა და შემხედრი ტრაფიკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ შემთხვევების 40% საერთო შემთხვევის 40% ხდება გზა ჯვარედინზე. და არა გამას მნიშვნელობა შუქნიშნიანი თუ შუქნიშნის გარეშე, ხომ? ფაქტობრივად იქ სადაც ყველაზე მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს ხალხი, ტრაფიკს პირიქით ხდება და 40% მოტოების შემთხვევაში, მანქანების შემთხვევაში უფრო მეტიც იყოს, ხდება გზა ჯვარედინზე. გზა ჯვარედინს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ეხლა მოდით ავიღოთ და მეორე ნაწილი დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, სადაც გავაკეთებთ ლოგიკურ დასკვნებს ამ ყველაფრიდან. ავიღოთ ეს ჩვენი მონაცემები და რა ხდება აქ. ესე იგი, ჩვენ თუ ავჯდებით ნასვამი მოტოზე არასოდეს, ხო? არავითარ მდგომარეობაში პახმელიაც იგულისხმება, რა თქმა უნდა, ამაში ნაბახუსები ორგანიზმში ალკოჰოლი ნორმალურად არის აბსოლუტურად, არანაირი განსხვავება არ არის დილით ვიღვიზებთ. ცუდად ვცნობ თავს, იმიტომ რომ ორგანიზმში ისევ ალკოჰოლი დარჩა და ისევ თქვენ ნასვამები ვართ. თუ არ ვჯდებით მოტოზე ნასვამი, არ გადავადგილდებით არაადეკვატური სიჩქარით, ამ შემთხვევაში ვიცავთ სიჩქარეს, ჩემი მაგალითად გამოცდილებიდან მე 15 წელი და ალბათ მილიონი კილომეტრი მოტოთი გადაადგილების მექნება ზუსტად. არც ერთხელ არ მქონია შეჯახება. და წაქცევები მოტოთი მარტო როცა სწავლობდი მაშინ მომივიდა ან რაღაცა ცუდ გზაზე ძალიან ტალახზე მაგალითად გუშინ წინ მე და ჩემი მეგობრებია ძალიან ტალახიან ცუდ გზაზე აღმოჩნდით და იქ უბრალოდ მოტო გივარდება, ეს არის წაქცევა, როცა შენ თვითონ ვარდები, ხო? მე შემთხვევები ფაქტობრივად არ მქონია. არც ხისი ბრალი როცა იყო, არც ჩემი ბრალი როცა იყო. და ჩემი ლოგიკა ამ ყველაფერს სიჩქარესთან დაკავშირებით არის, რომ ყოველთვის მოძრავ იმაზე ნაკლები სიჩქარით, რაც შეიძლება, რაც ვიცი რა უსაფრთხო და 100-ით გადავადგილდები, 100-ით სიტყვაზე და ყოველთვის 10-20 კმ/სთ-ით ჩამოვაგდებ სიჩქარეს, მაგრამ ეს 10-20 კმ/სთ არის სუსტად ის, ასე მჭირდება, როცა არაადეკვატური შემთხვევა მოხდება, რაც გზაზე გადარობის მანქანა მომიჭრის, რაღაც არ ვიცი, ორმოდან ხდება. ზუსტად 10-20 კმ/სთ მე მყოფნის იმისთვის, რომ რეაგირება მოვახდინო და არაფერი არ მოხდეს. ესე იგი, ნასვამები არ ჯდებით, სიჩქარის ადეკვატურობა არა მარტო ლიმიტის, ასევე შეფასება გზის თვითონ რა მდგომარეობაში, როგორი საცობია, ძალიან მძიმე საცობია, სადაც საათობით ადამიანი დგას, ყველა მანქანიდან გადმოდის, რომ შეხედოს წინ რა ხდება. აი ესეთი სიჩქარის გათვალისწინებით, ანუ სიტყვაზე როცა ვარღვევთ კიდევაც, ხო, სიტყვაზე ვასწრებთ გაჩერებულ ტრაფიკს, მოძრაობის საპირისპირო მხარითაც. ყველა აკეთებს, მეც ვაკეთებ სხვადასხვაის გამოგიტყდებით. ყოველთვის დარღვევა ისევ ჩემი ლოგიკიდან არის პირველი სიჩქარეში ხდება, ან მეორეში, ხო? არ ვჩქარდებით მაგდროს. პირველი სიჩქარე ფეხები დაბლობო ჩამოწეული და ვასწრებთ ტრაფიკს, იმიტომ რომ არავინ არ გველდება ჩვენ მან ვიქნებით და რას აღარ გააკეთებენ, ამიტომ ისევ და ისევ, როცა ჩვენ გზიდან გადავდივართ, რაღაცა ზოლებს შორის მივდივართ და ასე შემდეგ, ეს პირველი ან მეორე სიჩქარე არის, ეს ჩემი რჩევა არის. თუ მასე იზამთ ცოცხალი მაგალითი ვარ, რომ ეს დაგეხმარებათ.
რაც შეეხება გამოუცდელობას, იცით რა არის ამერიკაში და ევროპაში რაღაც ჩვევა არის ესეთი უკვე რომ რაღაცა პერიოდში ერთხელ იღებენ გაკვეთილებს ისევ, ხო? შეიძლება ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო, ძალიან ბევრი რაღაცა დაგავიწყდეს, არ გაიკეთებენ, რომ ჩვენ ქალაქში გადაადგილდები ნორმალური ტრაფიკია, არაფერი არ ხდება, ხო? ხან რაღაცა მოგიჭრეს, რაღაცა კი, პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ უკვე დაგვავიწყდა ის ტრეინინგი თავიდან, რომ გავიარეთ სავარიო დამუხრუჭება, სავარიო მოხვება, ხო? დაცემა და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას ძალიან გირჩევთ, რომ რაღაც წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ აიღოთ რაღაცა გაკვეთილები, ხო? სიტყვაზე off-road-ი, შეუძლოა არც გაინტერესებათ, მაგრამ ჩაეწეროთ და 1 ან 2 გაკვეთილი off-road-ის სიარული, იმიტომ რომ გაიხსენებთ რეალურად, რომ მოტოს მართვა უფრო მეტი არის, ვიდრე ის, რასაც ყოველდღიურად ჩვენ გამოვიყენებთ, რაღაცა პატარა შეჯიბრებები ტარდება, რაღაცა კონუსებს როულიან და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგი არის, ეს ვარჯიში აუცილებელი არის და ამით ჩვენ უკვე მესამე ყველაზე გავრცელებულ ფაქტორს გამოუცდელობის ვაგდეთ. მე ალბათ დამავიწყოთ თქვენთვის მეთქვა, რომ გამოუცდელობაში ასევე არის ის არის გულისხმობ ადამიანი 2 წელია დაჯდა მოტოზე. გამოუცდელობაში გულისხმობ ადამიანი შეიძლება 30 წელი დადიოდეს მოტოთი მოგზაურობდეს, მაგრამ არ იყოს მზად იმ შემთხვევისთვის, რაც მოუვას, რაც სულ გზაზე გადავიდა პირველად, ხო, სულ ასფალტზე დადის სამსახურში, რომ ყოველ დღე დადის და ადამიანს 360 დღე წელიწადში, მაგრამ ავარიული დამუხრუჭება არ იცის. გამოცდილია, აქტიურად კი გამოცდილია, მაგრამ რეალურად არა. ამიტომ აი ძალიან კარგი აქტიურობა იქნება, მე მგონი ყველასათვის, რომ 1 ან 2 წელიწადში ერთხელ რაღაცა აღონიზებაში ან იმაში გაკვეთილებში მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ რაღაცა გავიხსენოთ ეს ჩვენი დავიწყებული skills, ანუ დავიწყებული ტექნიკები. შემდეგ გადავდივართ ისევ ეკიპირებაზე, ანუ კარგი ჩაფხუტი, მეორადი კარგი ბრენდი ჯობია ვიდრე ახალი ჩინური ჩაფხუტი და დანარჩენი უკვე რაც შეეხება თვითონ სხეულის ეკიპირებას, რაც უფრო მეტი მით უკეთესია, თქმა უნდა, არასოდეს არ შეგწყვეთ, რომ რაღაცა მე მეიფიქრებს, რომ გამოუცდელი მძღოლი ხართ, რახან ბევრი ეკიპირება გაქვთ, რაც უფრო მეტი ეკიპირება მით უკეთესი. ისიც ვიცოდეთ, რაღაც არაოფიციალური ეკიპირებაც არის, მაგალითად ფეხზე ბათინკის შაცმა და რაკეტის უკვე სერიოზულად დაგვიცავს, ამაზე სერიოზულად სხვა გადაცემის გაკეთება შევა რამდენიმე საათის საუბარი, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ფლოსტები და შორტებით მოტოზე დაჯდომა არ შეიძლება. და აქედან ლოგიკურად გამოდის ის, რომ ჩვენ თუ ფხიზელი ვზივართ მოტოზე, ადეკვატური სიჩქარით გადავადგილდებით, ხო? რაღაცა ვარჯიშს გავდივართ წელიწადში ერთხელ მაინც და თავზე გვახურავს ნორმალური ჩაფხუტი, თავზე გვახურავს ჩაფხუტი და ვაკვირდებით ჩვენს მარცხნივ რა ხდება, ხო? ანუ როცა უხვევთ მარცხნივ, ან საპირისპირო ზოლზე ხო არ გადმოვაბინებთ, ხო? კიდევ ერთხელ, ნას არავით არის ალკოჰოლი, ადეკვატური სიჩქარე, ვარჯიში, ჩაფხუტი და მარცხნივ ყურადღება, ფაქტიურად იმის შანსს, რომ ჩვენ რაღაცა მოგვია მოტოს ტარების დროს, ეს შანსი ჩამოყავს 0-ზე. იმიტომ რომ რომელიმე ერთი მაინც პუნქტი დავაკმაყოფილოთ აქედან, ხო? შეიძლება მოგვივიდეს შემთხვევა, თუ 2-ს ვაკმაყოფილებთ, დიდი ალბათობით მოგვია, თუ 3-ს ვაკმაყოფილებთ, მოგვია აუცილებლად, ხო? ანუ თუ სიჩქარეს არ ვაკონტროლებთ, ცუდი ჩაფხუტი გვახურავს და გამოუცდელი ვართ და არ ვარჯიშობთ, აუცილებლად ცუდად დავამთავრებთ. ეგ ფაქტია. მე ძალიან არ მიყვარს ამას საუბარი, მე ყოველდღიური მოტოციკლისტი ვარ, აბსოლუტურად დღე არ გადის, რომ მოტოზე არ მომიწიოს სიარული, მაგრამ ესე არის და ჩვენ თუ ამ 6-ვე ფაქტორს ამოვიღებთ ჩვენი ყოველდღიური მოტოს მოხმარებისას, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით გზაზე და უფრო მართლა მეტი შანსი გვექნება, რომ ავტობუსის გაჩერებაზე რაღაცა დაგვიჯახება, ან თავში აგური მოხდება, ან მეხი დაგვარტყავს, ან რაღაცა ვიდრე მოტოზე რაღაცა მოგვივა. ანუ ფაქტიურად ჩვენ ისე ვაკეთებთ აი წესების, ელემენტარული წესების დაცვით
რომ ხდით ჩვენ გადაადგილებას ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ქალაქში, ხო? მანქანისგან განსხვავებით ჩვენ ვამატებთ ამას ყველაფერს იმას, რომ მოტო უფრო მანევრირებადია, მოტო უფრო მალე ჩერდება, მოტო თი შეგვიძლია ავარიდოთ შემთხვევას აჩქარებით და მოტო უფრო ბევრად ჩქარდება მოტოს დადებითი მხარე მანქანის დაშედების რო კარგად ვხედავთ, ხო 360 გრადუსი ყველაფერი კონტროლში გვაქვს. ანუ ჩვენ ვიყენებთ ყველა დადებით მხარეს უსაფრთხოების მხრივ მოტოთი ვივიწყებთ ყველა ანუ გვახსოვს ყველა უარყოფითი მხარე და ვაქცევთ ამას ყურადღებას და ხდებით აბსოლუტურად გზაზე უსაფრთხო ჩვენთვის და სხვებისთვის. ასე რომ მიაქციეთ უსაფრთხოებას ყურადღება, როგორც გითხარით, ძალიან ადვილი არის, არაფერი ამისთვის განსაკუთრებული გასაკეთებელი არ არის და იარეთ გზაზე უსაფრთხოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად იყავით.